რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მათ შორის უმნიშვნელოვანესი რუსული სუვერენული აქტივების გაყინვასთან იყო დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ რუსეთის ცენტრალური ხაზინა პორტფელის თითქმის ნახევარს დასავლეთში ინახავდა, რაც სტანდარტულ პრაქტიკად ითვლებოდა, თუმცა ამ მოცემულობამ აგრესორის სახელმწიფო არახელსაყრელო მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან დასავლეთმა რუსეთის მფლობელობაში არსებული აქტივები სრულად გაყინა. საერთო ჯამში გაყინული აქტივების მოცულობა 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც რუსეთის საერთო რეზერვის მოცულობის ნახევრის ტოლია. თანხის უდიდესი ნაწილი ევროპაშია დენომინირებული და ევროკავშირის იურისდიქციაშია განთავსებული. კერძოდ საუბარია დაახლოებით 210 მილიარდ ევროზე. ცხადია, რუსული აქტივების ნაწილი ამერიკულ დოლარშიც არის დენომინირებული და პორტფელის მოსულობა 70 მილიარდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივების ნაწილი ბრიტანულ სტერლინგში, კანადურ დოლარში, შვეიცარიულ ფრანკში და იაპონურ იენში ჰქონდა შენახული, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული 350 მილიარდი დოლარი სუვერენულ სიმდიდრეს წარმოადგენს, ანუ იმ კაპიტალს, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, თუმცა ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა სანქციები კერძო პირების და კომპანიების წინააღმდეგაც აამოქმედა. საერთო ჯამში დასავლეთის მიერ რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 60 მილიარდი დოლარის აქტივებია გაყინული. პორტფელის უდიდესი ნაწილი კი რუს ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და კრემლთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით. გაყინულ აქტივებს შორის უმეტესად უძრავ ქონებას, თვითმფრინავებს, იახტებს, ავტომობილებს და ხელოვნების ნიმუშებს შეხვდებით. ჩამორთმეული აქტივების, დაწესებული სანქციებისა და გაყინული ქონების მიუხედავად, რუსი მილიარდერების ქონება მაინც იზრდება. მაგალითად, გასულ წელს უმდიდრესი რუსი მეწარმეების ქონების შეფასება ჯამურად დაახლოებით 40 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს ისინი დამატებით 50 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ თითქმის ყველა რუს მილიარდერსა თუ ოლიგარქს კარგად აქვს საქმე. ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ყოველი მათგანის სიმდიდრე ქვეყნის ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რუსეთში ფულს სწორედ ის შეუძლებს, ვინც ბუნებრივ რესურსებს ყიდის. ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით, ევროკავშირმა რუსულ აქტივებთან დაკავშირებით პოზიცია იცვალა და აქტივების მიერ გენერირებული შემოსავლის უკრაინისათვის გადაცემა დაიწყო, ერთგვარი კომპენსაციის სახით. საქმე ისაა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის სახელზე არსებული აქტივები სანქციების მიუხედავად მოგებას პასიურად მაინც აგენერირებენ, რაც ბირჟაზე მათი გაძვირებით არის განპირობებული. მაგალითად, ბოლო პერიოდში ოქრო რეკორდულადაა გაძვირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინული ოქროს რეზერვის შეფასება გაზრდილია და იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე იყო. ამასთან, რუსეთის მთავრობა სავალუტო აქტივებს და ფასიან ქაღალდებს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აქტივები პერიოდულად ღირებულებას იცვლიან, დივიდენდურ შემოსავალს იღებენ და საპროცენტო სარგებელს ირიცხავენ. ამჟამად რუსეთს ამ აქტივებით სარგებლობა შეზღუდული აქვს, შესაბამისად, მიღებულ მოგებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას ურიცხავენ, რომლის მთავრობა მიღებულ თანხას თავდაცვაზე და ჰუმანიტარულ ხარჯებზე და პროექტებზე ანაწილებს. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი უკრაინის თავდაცვას საკუთარი აქტივებით აფინანსებს, რაც კრემლში ნამდვილად არ ახარებთ. აქვე ჩნდება შეკითხვა გაყინული აქტივების მომავალთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აქტივების უკან დაბრუნება და დასავლეთის ბლოკადის მოხსნაა. საბრძოლოდ ამისა, ევროკავშირის წარმოადგენლები ამტკიცებენ, რომ გაყინული აქტივები სრულად უნდა გადავიდეს უკრაინის მფლობელობაში, რათა ქვეყანამ რუსეთისგან მიყენებული ზარალის სანაცვლოდ კომპენსაცია მიიღოს და ეკონომიკის აღდგენა შეძლოს, რადგან უკრაინის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას ასობით მილიარდი დოლარი სჭირდება და ეს თანხა შესაძლოა ნაწილობრივ სწორედ რუსული აქტივებიდან იქნეს გამოყოფილი.